გამარჯობა მეგობრებო, კუჭის წყლულით იტანჯება ქვეყანა ადამიანი. კუჭის წყლული თქვენ ჯერ უნდა იცოდე მიზეზი. ჩვენი ორგანიზმში ცხოვრობს ქვეყანა არასასიამოვნო ბაქტერიები, მაგრამ ეს ყოველთვის არიან ჩუმად. რაც კი დაინახავენ ისინი თქვენ ზედმეტი ანტიბიოტიკების ვამს, ან ხარ ძალიან ცუდი კვებაზე, როგორც ეხლა ახალწლებმა გაიარა, ეგეთი კვება უყვართ ზუსტად. მერე გაიგვიძებენ ზუსტად როგორც არის H. pylori, როგორც არის Helicobacteria, ეგეთი ტიპის მილიონობით ეგეთი ბაქტერიები ცხოვრობს, რომელიც თქვენ თუ იქნები სწორი კვებაზე, ესენი ჩაწყნარებულები იქნებიან. როგორც ბუასილი ადამიანს ყველას აქვს. ცუდი კვება, არასწორი ცხოვრება ბუასილი გაიგვიძებს. მეორე მიზეზია სტრესი. სტრესი არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენი კუჭი და კუჭნაწლავთან ერთად. იმიტომ მიზეზი არსებობს ზედმეტი ანტიბიოტიკი, მეორე მიზეზი არის სტრესი და არასწორი წამა და არასწორი ცხოვრება. ეს სამი მიზეზია, რომ ადამიანს დაემართება წყლული და სხვადასხვა ბაქტერიები რო გაიგვიძება. დღის ვიდეო ბოლომდე უყურე, დაახლოებით 5 წუთში გეტყვი, რომელი საჭმელი არ უნდა ჭამო, რომელი საჭმელი უნდა ჭამო, რომ ეს პრობლემა ბუნებრივად დალაგდე. ერთი ნივთიერება, რომელიც ეძახიან ზინკ კარნოსაინი. ეს არ არის ჩვეულებრივი ცინკი. ჩვეულებრივი ცინკი ჩვენ რო სვამს, მიდის ისევ ისე ნაწლავში და გარეთ მიდის. ზინკ კარნოსაინი და სამწუხაროდ ეს არ შედის არანაირი ბალახში, არანაირი ბოსტნეულში ზინკ კარნოსაინი არ შედის, მაგრამ ძალიან სასარგებლოა კუჭნაწლავის პრობლემისთვის, ოტოიმუნური კუჭნაწლავის პრობლემა როცა არის. ზინკ კარნოსაინი სად შედის მეგობრებო? ყველაზე მაგარი ნივთიერება, სადაც შედის ეს შედის ბულიონში. თუ გაწუხებს წყლული, კუჭის წყლული, ბევრი ადამიანს აწუხებს. ყოველ დღე, ანუ ერთხელ შეგიძლია გააკეთო, ნებისმიერი საქონელი, გინდა საქონელი, გინდა თხა, გინდა ცხვარი, გინდა ქათმის ძვლები ხო არის, ფეხები, მაგით კეთდება. ნელი გაზზე მოხარსე 4-5 საათი, ჩვეულებრივად მარტო მარილი და პილპილი ჩაქარე, ცოტათი გემოვნებით, ყოველ დღე 100 გრამი ბულიონი. ყოველ დღე ორჯერ დილით საგამოთი 100 გრამი ბულიონი დალიე, ანუ მანამდე არაფერი არ უნდა კონდე დალეული. ბულიონით უნდა დაიწყო პირველი კვება, ბულიონით უნდა დაიწყოთ მეორე კვება. ეს არის პირველი. მეორე არის ჯირს ტკბილა. ჯირს ტკბილა ფესვები ეგრე გამოიყურება, ყველგან იპოვება ნებისმიერი ქვეყანაში ჯირს ტკბილა, ინდურად მულეთი ქვია მაგას, ინგლისურად ლიქორაის ეძახიან. ეს არის ძალიან სასიამოვნო, არა მარტო კუჭი და კუჭნაწლავისთვის, ეს არის სასიამოვნო ჩვენი სასუნთქის გზებისთვის, სინუსიტებისთვის, კელისთვის. თუ გაწედილია ქველება, არ მოდის ჯირს ტკბილა დალიე და გაიხსნება. თუ ვერ მოყავს ეს ნახველი, მაშინაც დაგეხმარება. პლუს ეგეთი ადამიანები, მომგერალები, ძალიან სასიამოვნოა, გაიწმინდება კელი და სასუნთქის გზები. როგორ უნდა მიიღო? თუ გააქვს მაგისი ფქვნილი, ნახევარი ჩაის ყოზი ყოველ დღე საჭმელი ჭამის მერე, თბილი წყლით, დილით და საგამოთი. ძალიან სასარგებლოა, ძალიან მაგრად დაგეხმარება წყლულის პრობლემებში. მესამე, ეს მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი კომპოსტო ერთადერთი მცენარეულებში მაგარი ნივთიერება შედის. აქ შედის U ვიტამინი. ამაზე ხო არ გაგიგია? ვიტამინი U, რომელიც დაგილაგებს წყლულის პრობლემებში, მაგრამ თავიდან შეიძლება შებირილობა ქონდე. ცოტა დალია, 50 გრამიდან დაიწყე და მერე ნელა მოიმატე. დაახლოებით 3 თვე დალიე და კუჭის წყლულებში ბუნებრივად ძალიან მაგარი შედეგები აქვს. სტრესი. ყოველთვის როცა ფიქრობ კი არა, თუ არ გეძინება და იცი რომ სტრესი გაქვს, აუცილებლად წადი ეგეთი ადგილზე. ჯერ ერთი სადაც ცხოვრობს, იმ ადგილიდან შორს უნდა წახვიდე, როცა ადამიანს სტრესია. ტკეში, დედა მიწა, დედა ბუნება, დედა რატო ეძახიან, როცა არაფერი არ შველება, ბუნებისკენ უნდა წახვიდე. სადაც მეტი ჯანგბადია, სადაც მარტო იქნები და სადაც ბევრი ხე არის, ბევრი ბალახია,
იქ უნდა წახვიდე და გრმასუნთქვის ვარჯიშები უნდა გააკეთო. ეს სამი რაღაცა ჩამოთვალე, სტრესი არ გექნება, კომპოსტოს წვენი, ძირსტკბილა და ბულიონი. ეს სამი ნივთიერება უნდა ჭამო. ეხლა ბოლოს რა არ უნდა ჭამო? რა არ იჭმება? ამ დროს დაანებე ნებისმიერი პური არ აჭამო. პურის მაგივრად წიწიბურა, ქინოა, ბრინჯი, სხვა რამე არსებობს. არ აჭამო. გლუტენი, ხო არის გლუტენი. ქორბალში შედის გლუტენი. ქორბალი გინდა დათესილია კახეთში, გინდა ტექსასში, გინდა მოსკოვში. ერთია, ხორბალია, იქ შედის ეს ნივთიერება, რომელიც კუჭის წყლულის დროს არასასიამოვნოა. ყველას კი აგეუბნები, არასასიამოვნოა ოტოიმუნური დაავადებებისთვის. აუცილებლად უნდა დატოვო ცოტა ხანი. ეს დატოვე, იარე, ჭამე ბუნებრივი საწმელებები და კუჭის წყლულები მაგარი შედეგით დაამთავრე. კარგად და ჯანმრთელად.